გამარჯობათ მეგობრებო, არხის გამომწერებო, კარგო ხარ. იარაღის ცილე ლულიანი იარაღის მოყოლებო და ცოტა სულით ავანტურისტებო. აი ესეთი რაღაცა მაქვს. მოჩემი რა მხილათო. 15 ლარი გამხდარა, მოდიდე და მოდიდე. ეს არის ქაღალდების შეკრა, აი პრინტერში რო იდება ეგ ქაღალდია რა. ნუ სისქერო წარმოიდგინოთ, იქნება ალბათ ერთი 5 სანტიმეტრი, 100 სანტის კოლოფის ხელაა. თუ არა და სადმე ნახავთ ამას. ეს ვიყიდე სპეციალურად და მინდა ამას ვესროლო ორი საბჭოთა იარაღი. ანუ მაკაროვი და ტეტე. ამას ქვია ემი პისტოლეტ მაკაროვა, ამას ქვია ტეტე ტულსკი ტოკარევი. ანუ ტიპი იყო ტოკარევი და საბჭოთა კავშირში მეორე მსოფლიოში ესე იარაღი ომობდა. ეს არ ომობდა, ეს 51 წელს დადგა შეერაღებაზე, ანუ ამისი კალიბრი არის 7.62-25-ზე, ამისი არის 9-18-ზე. ვაზნები განსხვავდება ერთმანეთისგან. აი მაშინ რა ტყვიაც იდება, ის იდებოდა შპაგინის პისტოლეტ ტყვიამფრქვევში. აი ესეთი ვაზნა შეხედეთ, წაგრძელებული და მაკაროვის ვაზნასაც გაჩვენებთ. აი შეხედეთ ვაზნები ერთმანეთისგან როგორ განსხვავდება. ეს არის ბრტყელთავიანი, ეს არის წვეტიანთავიანი, ანუ ამას უფრო მეტი ხრეტა აქვს. მე ესეთი ბედნიერება მაქვს, რომ ორივე მე პატრონი წამოყვა იარაღის, წამოიღო და სულ მინდოდა რომ აი ესეთი რაღაცისთვის გამეკეთებინა. ანუ შეხედეთ ამას უფრო მეტი ხრეტა უნდა ქონდეს და აი ამას უფრო მეტი შემაჩერებელი ძალა. ამიტომ მოდი ავიღოთ ქაღალდი ხა. რავი, თქვენს გაინტერესებთ, მეც მაინტერესებს ეგეთი რაღაცა. არ მისწრი ამისთვის. აი აქედან ვესვი, შორს აღარ გავართ 3 მეტრიდან. ჯერ ტეტეს ვესვი. ხო, ტეტეს რა ქონდა, იცი, ცუდი. რატო შეცვალეს? ტეტეს მოყვარული ხალხი არის. ვიცი, თვითონ ვისაც აქვს. მე პატრონის გლოკიც აქვს, მაგრამ ტეტეს ვერ ელევა. რაღაცა მოგონებები აქვს რა. ზედმეტ სახელი აქვს ბრეჟნევი. ეს ეხლა თვითონ შეხედეთ კოლტის რაღაცა, მე ამას აი როგორ გითხრათ რა, არც ვირი როა და არც ცხენი, აი ჯორივით რაღაცა როა შუაში, არის აი ეგეთი რაღაცა. ბევრი იარაღი, აი ეს რაღაც ბრაუნინგს უგავს, ეს კოლტს უგავს და ასე შემდეგ. რაღაცნაირი ამ ყველაფრისგან ვერ ვიტყვი რომ ტოკაროვმა ის ვიღაცისგან მოიპარა და რაღაცა უნდა. იდეები ხო, სხვა იარაღებიდან არის აღებული. ეგ არც არის დასაზრახი, იმიტომ რაღაცას რო აკეთებ, რაღაცაიდან გამომდინარე ხდები, ხო, როგორც მხატვრობაში მინდენა რომ იმის გავლენა იგრძნობა თუ ამის გავლენა. ეხლა შორს აღარ გადავარდები, მაგრამ აი ეს იარაღი არის აი ეგეთი რა. აი ეგ ამის განხილვა მიდევს ამ იარაღის. ამას ქონდა ცუდი ის, რომ თვითგასროლები ქონდა რა. და შეხედეთ ამას კიდე რავი, თუ იმ განხილვას ნახავთ, არ დაგეზარებათ არხზე დევს ნახეთ. ნუ აქ კიდე გეტყვით რომ აი ესე გადმოწევ და ეხლა დადგა იმაზე. მცველზე. აი ეს არის გადმოწეული ბოლომდე და აი ეს არის მცველზე შემდგარი. და წეს არ უნდა გაისწავლოს, არის ის, მაგრამ იყო რომ ამას თვითგასროლები ქონდა, აი დავარდა, აი ესეთ მდგომარეობაში გადატენდო დავარდეს 10-დან შეიძლება 3-ჯერ გაისწავლოს, ან თავი დაეზიონ და რამდენი ძალიან საშიში რა. კიდე ამას შეხედეთ. თლიან რკინის რატო ყოლად გაუგებარე, მაგრამ არის რა. აი ესე მოდის, იჭედება, უნდა მიაწვეთ საკმაოდ ძლიერად რომ გაისწავლოს. დასაშლელად არის ძალიან ისეთი აი ეს რკინის ნიანს ეძახიან რავი რუსები კრაკადის თუ ვარჩოვს რა ვიცი რატო ეძახიან. აი ეს უნდა მოიხსნას და დაიშალოს, არის მოუხერხებელი. საველე პირობებში მით უმეტეს ომის დროს რაღაცა მოხდა ან გაიჭედა და რაღაცა. ამის დაშლა მოგინდათ, რაღაც პატარა დეტალები დაკარგავთ, რაღაცა მოხდება. აი ამ იარაღს ეგეთი რამები არ ემართება. მაკაროვს არის უფრო ადვილი ანუ ეს არის მოპარული ვალტერ პეპეკადან. პისტოლ პოლის კურც. მოდი ახლა ეს ცალტყვია ჩავდებ.
არასოდეს არ ჩადოთ ტყვია ჭიჭი და პისტოლში არ გაუკეთოთ თან არატავთ ეხლა თუ ოპერატიული მუშაკი არ ხართ და რაღაც უცები რაღაცაში არ აღჭიდებათ გაუკეთეთ მჭიდი იარაღს უშუალოდ გასოლის წინ მოდი ახლოდან ვესვრი და ნახოთ როგორ დააზიანებს აჰა იარაღი აი ესეთ გადატელილ მდგომარეობაში დარჩა ჭიც ამოვიღებ ჩავიხედები ვიზუალურად დავსხლტავ ჭიც უკან გავუკეთებ ეს აღარა მჭიდება მოდი აბა მივიდეთ შევხედოთ აი აქ მოხვდა და გაიარა სულ ყველაში შეხედეთ როგორი დონის ხრეტა აქვს წინიდან და აი ამოდენა ქაღალდი როგორ გამოხია და რასაც მე ჰალალაც რო თქო არ მოველოდით დაბლა სპეციალურად ვესწროლი იმიტომ რომ ამოდენა ქაღალდი მენანება მე რაღაცას დავცეთ მე რაღაცას დავცეთ რაღა შუაში გამერტყა მოდი ახლა ვნახოთ ეს რაც იცავს აი ეს ბრტყელთავიანი 9-18 მმ-ის ვაზნა. გადავტენავ. აჰა. ამან გადმოაგდო. აი აქ მოხვდა ტეტე. აი აქ მოხვდა მაკარონი. და ნახოთ რა ქნა. მაიცა ეცამით სოლას მომორჩება ესე დარჩა ჭიდი ამოვიღე ვიზუალურად დავწუნდიოში გარაფერია დავცველტე და შევინახე აი ამდენი ქაღალდი შეხედეთ აჰა ამან ვერ გახვრიტა. ეორი. ეხლა ამის ტყვია იქნება შიგნით სადღაცა ჩაჭედილი რა. ნუ მეორე მას გახვრიტა ხო იცით. მეორემაც გაიარა ამაში. ოღონდ ტეტესი, ეხლა ცოტა აურია, ტეტესი ხო ნახეთ. როგორი სუფთა გამოიტანა, ნახვეთ შეხედეთ. და მაკარომაც შიგით დეფორმაცია მიიღო, ტყვია წავიდა დაბლა და სადაც ცოტა მსუბუქის ნახა, იქით გამოვიდა რა და არა, გასულია. 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 მაგრამ რაღაც უცნაურად მოხდა, როგორც ეთქვა, ტყვია შიგნით დაიშალა, მაგრამ მაინც გამოიტანა, გამოფრითა. ტყვიაც დაზიანდა შიგნით რაც იყო, თვითონ ჭურვი რაც მიფრინავდა. ტეტე უფრო კარგა გახვრიტა. ნახეთ სუფთად. ანუ ხრეტაზე ტეტე არის მგელი. ცუდი ის აქვს, რომ ახლო მაგზე ტეტეს ვიღაცას თქვა, ბეჭი გაარტყავ და გაივლის ტყვია და ძალიან სწრაფი ტყვია და შეიძლება მოწინააღმდეგე გესოლოს, თუ ეს მოხდა ჩათვალეთო დიდი ურო შემოგარტყეს, გინდას ფეხში მოხდეს, გინდას ხელში დაგატრიალებს, იმხელა კინეტიკური ძალა და დაგაგდებთ. ამიტომ ეს არის ძალიან გამოსაყენებელი, აი ესე ადამიანო შეაჩერო ან ცხოველი ან რამე, ვინც შენთვის საწინააღმდეგობას წარმოადგენს. აი ეგ იყო ორივემ გახვიტა, ოღონდ შეხედეთ შემოვალი ამან რამხელა გააკეთა, ამან რამხელა გააკეთა, შემოვალი ახრეტები. გამომავალიც აი ესე სუფთად გამოხრიტა, ამას თუ გამოფრითა. ნახეთ ახლა ამისი შედარება, ხო და ახლა ნახე რა ხდება. რახან ესეთი რამე წავიდა. მოდი ამას მე ვესვი ლუგერსაც.
აქ ისეთი ბედნიერება ხო ლუგერის ტყვიაც ამა, ის ლუგერის პისტოლიც ამა აქ. 9-19 ტყვია. ეტე ვნახეთ. მაკაროვი, მოდი, ლუგერის ვაზნა ვესწროთ. იარაღი ეგეთი ერიხო 951 პესელი და ვნახოთ ლუგერის ვაზნა რას იზამს. ესე იარაღი. კიდე გამოიღეთ, ჩახედეთ, რომ შიგ არაფერი არ არის. დავუშვით, დასხელტეთ, ცარილი მჭედი შეგიძლიათ მე გავუკეთოთ და შეინახოთ. მოდი ახლა ვნახოთ ლუგერის ტყვია მრაკნა. აი ესე 9-19 რაკნა და დედა უტირა აი გაგლიჯა ოღონდ ისეთი სუფთა ნახრეტი მაინც ვერ გააკეთა რას ტეტე. ტეტემ აი როგორც ცხელმა დანა ყველში ისე გაიარა და წული ნახრეტი გააკეთა. ლუგერი მაკაროვზე ძლიერია და აი ესე გამოფრიცა ბოლომდე ამოდენა ქაღალდი. ყველაზე ისეთი თან ნახეთ. ეტე მოხვდა და ადგილზე იდო გახვრიტა. ლუგერის არ განძრეულა მაკაროვი რო ვესწორე, ხო დაინახეთ სამიზნე უკან გადმოხდო. ისეთი დარტყმა მოხდა, ანუ ძალიან ძლიერად ხდება რა. ნაკლებად სწრაფია და დიდი დარტყმა აქვს. ხორეტაზე ყველაზე წვრილად კარგად და ლამაზად ხვიტას ტეტე, მერე ლუგერი. ნუ მაკაროვი თითქმის ვერ ახვიტავს, ეგ უფრო შემაჩერებელი და დიდი კინეტიკური ძალის ტყვია. ამით გამოგევშოთ მეგობრებო, იმედია მოგეწონათ. სხვადასხვა კალიბრს კიდე შევადარებ. ესე ამხელა ხე რომ მეშონა მე. ნახოთ მე რაღაცებს კიდე შევადარებ ხოლმე რა. სხვადასხვა ტყვიებს, სხვადასხვა იარაღიდან და ასე შემდეგ. ამით გამოგევშოთ, კარგად ვზანდებოდ შემდეგ ვიდეომდე.